სკოლაში 12 კლასის მაგივრად 11 კლასი ფაკულტეტების თბილისიდან გატანა 3 წლიანი ბაკალავრი და 1 წლიანი მაგისტრატურა. ამას მოისმენით გობახიძისგან გუშინ. დღეს კი მოგიყვებით ჩვენი სართულის ხედვა სკოლებზე, უნიებზე, სტუდენტებზე, განათლებაზე და გგონია რომ ჩვენასაც გთავაზობთ, ეგ უფრო ლოგიკურია. ამ რეფორმიდან კი ზოგი რამე კარგია, კიდე ზოგი დასახვეწია, ზოგი კი არის სისულელე. და ვისაუბროთ ამაზეც. სისულელეა 12 კლასიდან 11 კლასზე გადასვლა სკოლებში. მინიმუმ იმიტომ რომ თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გინდა სწავლის გაგრძელება და 12 კლასი დამთავრებული არ გაქვს, იქ არ მიგიღებენ. და იმის თქმა ამ ქვეყნის პრემიერისგან, რომ თუ ვინმეს უნდა უცხოეთში სწავლა, გადავიდეს და იქ დაამთავროს მე-12 კლასიო, არის არასწორი. მას პირველ რიგში უნდა ესმოდეს, რომ ამის საშუალება ბევრს არ აქვს და ეს შეთავაზებაც კი არის ცინიკური. აქ ჯობია რომ თუ მაინც და მაინც 11 კლასიან პროგრამაზე გადასვლას აპირებენ, მე-12 კლასი დატოვონ ნებაყოფლობით არჩევნად. საერთოდ არაფერი უდგას ამას წინ. უნივერსიტეტების და ფაკულტეტების თბილისის გარეთ გატანის იდეა არის კარგი, მაგრამ უნდა დახვეწა. ამ ახალ მიდგომას სახელად თითო ფაკულტეტი თითო ქალაქში ჯობია კერძო და საჯარო უნივერსიტეტების კამპუსების გაკეთება სხვა ქალაქებში. პირველ ეტაპზე პირობითად დიდ ქალაქებში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში და გორში. კერძო უნივერსიტეტებმა უნდა გააკეთონ თბილისის გარეთ კამპუსები და ამის სანაცვლოდ ისარგებლონ მაგალითად საგადასახადო შეღავათებით. სახელმწიფო უნივერსიტეტების კამპუსებიც უნდა გაკეთდეს თბილისის გარეთ. ის რომ სტუდენტი პირობითად წყალტუბოდან ივლის ქუთაისში ხარისხიანი განათლების მისაღებად ახალ კამპუსზე ჯობია მაგალითად იმას, რომ თბილისიდან გასვლა სტუდენტი სხვა ქალაქში. ეს სტუდენტების თბილისიდან გაშვების იდეაც გავს იმის მცდელობას, რომ სტუდენტური პროტესტი აღარ არსებობდეს. ისიც კარგი იქნება თუ GPI მაგალითად გახდება ისევ მთლიანად ტექნიკური და გაუქმდება ისეთი ფაკულტეტები, როგორც არის მაგალითად სამართალი. მაგრამ თუ ეს ამბავი გამოიყენეს სათავისოდ და ჰუმანიტარული ფაკულტეტი წაართვეს პირობითად ილიას, რომელიც უფრო ოპოზიციურად მიიჩნევა, გონი ხვდებით ეგ რასაც ნიშნავს. ასევე ჩვენი ხედვაა და ამაზე არავინ არ საუბრობს, რომ თუ სხვა ქალაქებში გვინდა უნივერსიტეტები და სტუდენტური ცხოვრება, უნდა გააკეთდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებლებიც. აი რომელიმე კერძო კომპანიამ მიიღოს თუნდაც საგადასახადო შეღავათი და ამის სანაცვლოდ გააკეთოს კარგი საქმე, აშენოს საერთო საცხოვრებელი, რომელშიც სტუდენტი შევა, იცხოვრებს და გადაიხდის დღეს თბილისში, ქირაში რომ იხდის, იმაზე ბევრად დაბალფას. ბაკალავრის 3 წლამდე დაწევა კარგი ამბავია, დროული ამბავია, მაგრამ მაგისტრატურა არ უნდა იყოს სავალდებულოდ მაინც და მაინც 1 წლიანი. არამედ უნდა იყოს არჩევანი 1 წლიან მაგისტრატურაში სტუდენტი უნდა აბარებდეს უგამოცდოდ, 2 და მე წლიანში კი ჩვეულებრივად გამოცდით. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიულ განათლებას და ეროვნულ გამოცდებს სჭირდება რეფორმა. ამაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე კიდევ უფრო ცუდად სხვა დროს ვისაუბრებთ, ამიტომ გთხოვთ გადავნეთ